Tarsulashi, ახალმა წელმა თითქმის ჩაიარა, გარეთ თოვლი წამოვიდა, ზოგს ხვირი გაიყინა, ზოგს კიდე შიბლა. ასეთ ამინდებში იდეალურია კონიაკიანი ჩაით ხელში ფანჯარასთან დაჯდე და დატკბე ბუნების სილამაზით, თუმცა ზოგი ამ დროს გარეთ ყოფნას და გულაობას ამჯობინებს. ალო, ხოძმა რა შვები არ მოდიხარ? გელოდები მე, რას მალოდინებ? იცი ვინებს ალოდინებენ ბიჭო? მოვდივარ, თითქმის მანდვარ. დღეს მაგრად დავლიო ძმაო, ავყაროთ ნაშები. თან თოვა დაიწყო, ნაშებს თოვლი მაგრად ევასება ძმაო. ბავშვობიდან ნაშებს ავყრი ძმა. ახლა შენ გადაგიარე? მე გადამიარე შესირო. უი, დაიცა დავზადნო. ძალით არ მინდოდა ძმაო ბოდიში. საავადმყოფოში წაგიყვან. არ ჭირდება საავადმყოფო ხამის ფერია ვარ ბიჭო. Ai, ამიტომ არ უნდა დაჯდე მანქანაზე მთვრალი და თვალრაზვალიანი, მაგრამ არა უშავს. თავისი ძმაკაცისთვის მანქანით ვის არ გადაულია. ჯობია ჩვენი მოგზაურობა გავაგრძელოთ და გაიოზის სახლში შევიხედოთ. სხვათა შორის გაიოზის დედამ გათხოვება გადაწყვიტა. გაიზიკო, ეს შენი ახალი მამა იქნება, ბორია. ეს კი მისი შვილია, ქაშაპი. ქაშაპი? ხო, ჩემი საყვარელი თევზის საპატივცემულოდ დავარქვია, ბა. გაიოზ, გიყვარს შენ თევზაობა? კი, ხანდახან თევზაობთ ხოლმე ბიჭები. ქვერა ჩემ ყლესი თევზავებთ, ბიჭო. თევზი ნანახი ყავს საერთოდ. არ მომიშალა ნერვები. ქაშაპო, მიდი გაიცანი გაიოზი. ნამდვილი ოჯახივით ვართ, არა გაიოზ? რავი, ალბათ. შენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უყურებ? მოკლედ ბევრს რო არ მოვედოთ რა. მე ქაშაპა ვარ და არ მევასება რომ მაწუხებენ. ცხოვრება ტკივილია ძმა და ამ ტკივილს მეტალით ვუმკლავდები. მეტალის ქვაბით? მუსიკით ბიჭო, რა ქვაბი? მე რა ვიცი ძმაო, თქვენგან არაფერი არ გამიკვირდება. მოიცა რა, ახლა ჩემი წესები გაგაცნო. ამ სახში მეტალის გარდა მუსიკა არ ჩაირთვება. ჩაირთვება და აკუწავ ბიჭო. მეორე წესი, ხვლიკს თუ დაიჭერ, მაძლევ მე. და ეს ხვლიკი რაღა ჯანდაბად გინდა? ხვლიკის თვალებს სათვალეზე თუ წაუსვამ, ყველას შიშველს დაინახავ ბიჭო. ეგ რანაირად არიცი, ტყეში გაიზარდე? ისე კი ვიცი, პირველად ვიზეც გავტესტავ ჩემს სათვალეებს. და მელოდე ერთ წუთს, ძმა. გორდუს. ვაიმე, ლომი. რანაირად გააკეთა? ვერები უნდა რომ მომაჭამოს. და თქვენ გიყვართ თევზაობა, ან თევზი ნანახი ყავთ საერთოდ. ამაზე ვცლად მე-6 სეზონში ვისაუბროთ. ახლა კი ჯობია დარსულას სხვა სახლი მოვინახულოთ, რომელიც კარგად ნაცნობმა კუილ მასტერმა შეიძინა. სახლი თავიდან იაფად იყიდა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო. ყველა ამბობდა, რომ აქაურ კედლებში ბოროტება და ავი სულები ბუდობენო. სახში ცუცის სუნია. ცუცის სუნი მცეს. ვახის რა არის ჩემი დედა? აი ასე უნდა აშინებდე, ბიჭო. არა, კიდია. ვიცოდი რომ თარსულაში მუშაობა არ გამოვიდოდა. მოიცა, ზუსტად. კიდია ძმაო, მე მივდივარ. თქვენ შეიძინეთ ეს ჩამპანი ბინა, რა კარგია, გილოცავ. აქ გაიხარე, მადლობა. სანამ წავალ ერთი კითხვა, ბრენდინგის სპონჩი.
ცუცის სუნიას როგორ შეაფასებდით? ნუ რო შემოვედის სახლში ეგრევე გავიგონე. მირჩევნია პირდაპირ მითხრათ, არ დამიმალოთ თუ არ არა განაგატყუებ კაცო, უბრალოდ პირდაპირ შენ თუ გისტორდება ძმაონე. სიმართლე მითხრათ. ასწორებს ცუცი ცუცის სუნია საკაიფოა რავი კრიტიკასთან გამკლავება თვითგანვითარების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ამიტომ პირდაპირ მითხარით. კარგი თვითგანვითარება რომ გინდა მაგას პატივს ვცემ და დაიკიდე ეგ ცუცის თემა კი მე კუილმასტერი ვარ, მაგრამ აი ცუცის თემა დაიკიდე. არ გაგიტყდეს ოღონდ საწყებად კი არ გეუბნები თვითგანვითარება მინდაო ესა ბატონებო, ყველაფერი რიგზია. წავალ ახლა მე სხვა ქალაქში, ვინმე სხვას დავატერორებ, აბა კარგად იყავით, აბა თქვენ იცით, თქვენ დედას შევეცინე. მოკლედ სახლის სუფთა შეგიძლია გადმოხვიდეთ. იცხოვრეთ, ყველაზე კარგი ისაა რომ განდევნა არ დაჭირდა დემონს. თავისი ნებით წავიდა. იძულებით გაგდებულ არსებებს უმეტესად პასუხი მოყვება ხოლმე. ბატონო მაჯიკა, თქვენ ყოფილხართ ნამდვილი პროფესიონალი. თავიდან ცოტა მეძვირა ფასი, მაგრამ ახლა ყველაფერი გასაგებია. ყველა მაგას მეუბნება. ხშირია ესეთ შეკვეთები? ხშირი, ყველას გონია რომ ამ საქმეში რომ ხარ შეკვეთები გაქვს სულ ვირის ტვინებზე და ჯადოებზე და რავი რას აღარ ამბობენ და იგონებენ ვაფშე. ყველაზე მეტი ფული იცი საიდან იშოვება? მაკლერებიდან. რას ამბობ? ხო, ყიდულობენ მოჯადოებულ და ჰანთულ შეპყრობილ სახლებს მაგარ იაფად, მირეკავენ მერე მე, მიჯიბავენ მაგარ მაყუც, რომ სახლი გავწმინდო ეს დემონები და სულები გავყარო და მერე ამ სახლს ძალიან ძვირად ყიდიან. სერიოზულად? ეგრეა, სამყარო სავსეა უცნაური მოვლენებით, მაგრამ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, იცი რატო? რატომ? იმიტომ რომ ხალხს ამით ფულის კეთება აქვს დაწყებული. შვენიერი ბიზნეს იდეა, მეტი რა შეგვიძლია ვთქვათ? არც არაფერი, ამიტომ ჯობია ახლა თარსულას სხვა მასხოვრებლები მოვენახულოთ, მაგალითად პაჭო. ახლა კი ზის და მისი საყვარელი ლიგის ჰაილაითებს მისჩერებია. ერთი შეხედვით კარგადაა, მაგრამ სინამდვილეში ბრაზი აღრჩობს. ბრაზი საკუთარი მამის მიმართ. 1 2 3 ამ ახალ წლებზე იმდენი დავლიე პაჭო, იმდენი დავლიე. აი ღვიძლმა ხელები ასე გააკეთა, რაღა იყო, რამ გადაგრიაო. რა არის კი, მაგრამ ამ ოჯახში მე კაცი ვარ თუ პროპკა? ჯერ დედა შენი გამებუტა არ მელაპარაკება, ახლა თურმე ჩემი შვილიც არ მელაპარაკება. რა იყოთ კი, მაგრამ კიდე ვარ, კაცი ვარ და დავლიე. ახალი წელი იყო და დავლიე. მერე სხვა კაცები არ სვამენ, მარტო მე ვსვამ. გაიზრდები შენც და დალევ, შენ ჩემზე მეც დალევ. ლოგინზე მომიფსი. რა მოხდა მერე? ამერია ტუალეტი და შენი ოთახი, დიდი ამბავი მთვრალი ვიყავი. დედას რო უთხარი ჩემმა ცოლმა რომ გაიგოს აქ ვარ 1 2 მომწონსო. 3 ვღადაობდი მაგას, იუმორი აღარ გაგვცა ერთად. და კინაღამ სომხეთთან რომ დაიწყე ომი. კინაღამ არ ითულება. ეგრე გამოღება რომ მომესწრო, ახლა აქ არ იქნებოდი. აი ესე, აი, კინაღამ არ დაიბადე. ხოდა ნუ დამელაპარაკები, არ მჭირდება. აგერ ტელევიზორს ვუყურებ. და თქვენმა ახალმა წელმა როგორ ჩაიარა, იმედი მაქვს სომხეთთან ომი არ დაგიწყიათ და არც შვილის ლოგინზე დაგიფსამთ. კაკაჩიები შეგვიძლია მარტო დავტოვოთ და თარსულას სხვა ლოკაციაზე გადავენაცვლოთ. მაგალითად, აქ წვეულების და გულაობის სუნი დგას. დრო მოვიდა, მაჯიკა მოვინახულოთ. როგორც ჩანს, წვეულება აქვს. დალევას ამ ბოლო დროს ძალიან მოუმატა, თუმცა რატომ, რის გამო არავინ იცის. მისი გალოთება, არ გალოთების საქმე ბეწვზე ლაპარაკობს. არ მოვუტნახლა. მოიცა, ჩემი ხმა ესმის? აი, ურურუ, ვინ ლაპარაკობს თქო? ხო. უმრაველიო. რა გააკეთა? ხედავ. ვა, ეს ვინაადო? პოლიციიდან ხო არ ხარ, ჩემი დედამ? ნარატორია. პლანეტა წაკუზულიდან. დადიან პლანეტებზე ესე ზღვის ცხოვრებას ახმოვანებენ და მათი ენერგიით იკვებებიან. მაგრამ აიცა, ნახე ხარა უკნა. არა, არ გინდა. საქართველო, არწივების დედამშობელი, ერეკლეს და სააკაძის წარმომშობელი. Business style.
დავიწყებ დავითარცები ფიშლა ტიპები არ მევაცები ნაშებს საუყრი და მოვდებ სკოლას თელი თარცულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებენ თარსულელები მასულელებენ სუთასულები თასგასულები შაუ ჩვენზეა დათარსულები კაიგაი 27 დათარსულები მეგრელების ბრალია დათარსულები